მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვიწყებთ ჩვენს გადაცემას, ჩვენ ერთი კაცით ნაკლებნი ვართ, ის ერთი კაცი ჩვენ მივნებაში გავუშვით, წავიდა საქმეს აკეთებს, მეტმა ხელი მოუმართოს და ჩვენ ვიწყებთ ვთქვათ გადაცემას, რომელსაც ქვია კონსერვატორია. ჩვენ თან საინტერესო დროს გვიწევს ამ გადაცემის ჩაწერა. მე მინდა კითხოთ პირდაპირ. ვინმე მოკლედ აქციონერად ამისენით რა ხდება ირანში, ისრაელ-ირანის და ამერიკა-ირანის ომში. ვინმე რამე იცით? რა მოხდა? რა სტადიაზე ვართ ახლა? რა ხდება? ეგეთი რამე მე არ გამიგია და იქნებ შენიც ისტორიკოსო. ეხა რა ხდება? ეხლა ხდება ის რომ დაიბომბა. ეგ ვიცით კი. და ხდება ის რომ არსებული სტატუს კო არ აწყობს არც ნეთანიაჰუს, არც ტრამპს. მაგრამ არც იცვლება. და ვერც ცვლის. თავი პრობლემა რა არის იცით? რომ ეხლა ისეთი შეიძლება გიჟური ვერსიებიც ითქვას აქ, რომელიც უკვე გაჟღერდა დასავლურ ანალიტიკურ რაღაც საზოგადოებაში, მაგრამ ჩვენთან არის ძალიან ისეთი ვაკუუმი. პირველი ის ხდება, რომ ტრამპი უბრალოდ უკან ვერ დაიხევს. და ჩვენ შეიძლება მალე ვიხილოთ სახმელეთო ოპერაციას. სახმელეთო ოპერაცია ნიშნავს იმას, დიდ ცხერებს ამერიკულ ჯარში. დიდ ცხერებს ეს ერთი და მე სახმელეთო ოპერაცია ნიშნავს რისკს სამოქალაქო დაპირისპირების თვითონ შეერთებულ შტატებში. ტრამპი ეხლა ჩვენ ცხოვრობთ იმ ეპოქაში, როდესაც შეიძლება ტრამპი მოგვევლინოს შემდეგ ვიცე-პრეზიდენტადაც. და ტრამპი, ანუ სისტემურ გადაწყობის ეპოქაში ცხოვრობთ. ყოველ შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ სისტემურ გადაწყობის ეპოქაში ცხოვრობთ, არის საკმაოდ დიდი, იმიტომ რომ ტრამპა ძალიან კარგად იცის, რომ მისი პრეზიდენტობის შემდეგ მას პრობლემები შეექმნება. მას და მის გუნდს. და ეს აღარ არის უკვე პოლიტიკური რაღაცა ბალანსისა და პოლიტიკური თამაშის ნაწილი, როგორც ეს აქამდე იყო რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის. ეს არის პერიოდი, როდესაც უკვე პოლიტიკური ბრძოლა შევიდა უფრო მწვავე ფაზაში. ეს მწვავე ფაზა კიდე აიძულებს პოლიტიკურ ელიტას გადადგას უფრო რადიკალური. ანუ რა ხდება, მოკლედ ვთქვა, დღეს რა ხდება? ანუ ხდება ის, რომ აშკარად ღიად ჩაიშალა ის ხელშეკრულება, რაც თითქოს დაიდო. თუმცა ირანი ყოველთვის სკეპტიკურად აცხადებდა ამაზე. ტრამპი ტრაბახობდა იმით, რომ მე დავდე ხელშეკრულება ძალიან კარგი პირობები. ზოგადად ტრამპის განცხადებები ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთსაგან. ვინ იგებს ამ სიტუაციით? დარწმუნებული ირანი. ალბათ ამერიკამ ვერ შეძლო რეჟიმ ჩეინჯი. მოდი ასე. უკვე მოიგო ირანმა. თუ ირანის ამოცანა მხოლოდ ეს არის, ამერიკის ამოცანა, როცა ამერიკის ამოცანა არის რეჟიმ ჩეინჯი და ბომბებს ისხვის და ეს არ ხდება, ესე იგი აგებს ამერიკა, ხო? აი მარტივი ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ. მარტივი ლოგიკით არის ის, რომ აი ავიღოთ კონტექსტი, რა გერმანიამ განაცხადა, რომ სადაც 29 წლისთვის მას 2029 წლისთვის მას უნდა ყავდეს საუკეთესო არმია. მიმდინარეობს და მაგით უნდა დასავლეთ რითი უნდა ინდუსტრია 29 წელს. ან ვირი მოკვდება, ან ვირის ხო, მეც მაგას ვამბობ, მაგრამ თავარი მომენტი აქვს სხვა რაღაცაში. რითი უნდა საკუთარი ინდუსტრიების აღდგენა. უნდა სამხედრო მილიტარისტული ელემენტით. სამხედრო მილიტარისტული ელემენტი მოითხოვს ომებს, ეს ერთი მომენტი. არასებობს. შენ, როდესაც ევროპული სამყაროში იყავ ცივი ომის პერიოდში, კი იყო ეგ ცივი ომში რამოდენიმე ცეცხლოვანი წერტილი, მაგრამ ესეთი ახლა როგორიც არის რამოდენიმე ფრონტზე, ესეთი არ ყოფილა საერთოდ. გასაგებია. მე კი საერთოდ საინტერესო თეზას შემოგთავაზებ. იმაში რაც ხდება არა მარტო ირანში, ლოგიკა არ არის. არ არის ლოგიკა. ან რაღაც ახალი კვანტური ლოგიკაა, რა ვიცი. მე ეგეთი რამ არ მახსოვს, ანუ ასეთი პრესტიჟის დაცემა, სიტყვის გაუფასურება, ასეთი ალიაკოთი დომხალი, ასეთი მოვლენები, ხო? მე არ ვიცი. ალბათ პირველი მსოფლიო ომის წინ იყო ეს. აიკითხეთ რომის ისტორია, რომის ისტორიის დაცემის მესამე-მეოთხე საუკუნეები ახალი წელთაღრიცხვის განსაკუთრებით. არა ძველი რომის ისტორია, არამედ ახალი წელთაღრიცხვის მესამე-მეოთხე საუკუნეები. იქაც აბსოლუტურად ერთი ესე იყო. იქაც ხან ერთი მოკავშირე იყო ბარბაროსთა ტომები, მეორე წინამდე ხან პირიქით და ესე იცვლებოდა და რაღაცა ესეთი ხდებოდა. თავარი მომენტი რა არის.
და რაც ფუნდამენტი არის, ეს არის ამერიკული პოლიტიკური ელიტის აბსოლუტური დეგრადაცია. ეს ამას მოყვა შემდეგ ყველა ის კრიზისი, რა კრიზისის წღებდი არის. ეს დეგრადაცია ტრამპის დროს არ დაწყებულა, ეს დეგრადაცია დაიწყო სავარაუდოდ. შეიძლება ითქვას ბუში უფროსის დროს უკვე ნიშნები იყო, მაგრამ შემდეგ უკვე გაღრმავდა. მოდი ახლა ყველა პროექტი, რომელიც ბუში უმცროსმა დაიწყო, ყველა პროექტი არის ჩავარდნილი პროექტი. ხავარდოვანი რევოლუციები, კონფლიქტი ერახსა წარმატებული პროექტები თან. ხო, რომელიც ითვლებოდა ყველა აბსოლუტურად ჩავარდნილი. ავღანეთი და ყველა გრძელვადიან პერსპექტივაში უარესი აღმოჩნდა. მე მაშინ მაინც ხანერად ვიკითხავ, კიდე დავსვავ ამ შეკითხვას. ჩვენ სოფლიო ისტორიას სხვადასხვანაირად შეიძლება განვიხილოთ, ჰეგელის მიხედვით, მარქსის მიხედვით, როგორც კლასთან ბრძოლა და ასე შემდეგ. მე ესე წარმოგიდგენია, სოფლიო ისტორია არის იდეოლოგიების ასპარეზი, ხო? იდეოლოგიების ასე ვთქვათ, ველი, საბრძოლველი იქნება თუ ასე შემდეგ. დღეს სოფლიოში ცნება იდეოლოგია სოფლიოში. მე დავკარგე. არანაირი იდეოლოგია, არანაირი მნიშვნელოვანი რაღაცა მართველი ვექტორი იდეოლოგიური არ არსებობს. თავისთავად შეიძლება ვაჭრობა და ფულის შოვნა შეიძლება იდეოლოგიზირებული იყოს, მაგრამ მანდაც ან რაღაცა მიღმური მეტაფიზიკური ელემენტი ჭირდება, ან მეცნიერული. მარქსს ჰქონდა, მარქსის თავის მეტაფიზიკა როგორ არ ჰქონდა, ხო ჰქონდა? რატო გადადუმდი? ჰქონდა. კი ბატონო, არა, შალაიცი მე ხო ფიქრობ. ეხლა რა ხდება სოფლიოში? მე მაქვს ჩემი ვერსია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელიც არის ამერიკის კრიზისის ეპოქა და კრიზისების დასაწყისში და შესაძაც უკვე აქტიური პროცესია ხდება სიგიჟეები. ანუ მე რაც გულისხმობ, იცი რომ მოდი ავიღოთ რა. ამერიკა ირანის დაპირისპირებაში. ამერიკამ ჯერ რა გააკეთა? ირანელებს შეთავაზა მოლაპარაკებები და იქ დახრდა. ერთად შეკრიბა და თავს დაესხა. კი ბატონო. ანუ ამერიკამ აბსოლუტურად დაარღვია ყველა ის წესი, რაც მიღებოდა. ხო, რაც მას იყო. მერე თავს დაესხა და უბრალოდ აღმოჩნდა, რომ ირანი არის ძალიან გამართული სისტემა, რომელსაც ლიდერების მოკლით ვერაფერს ვერ უშვები. და პირველად არის, რომ ანუ ამერიკა ეომება მტერს, რომელიც არ არიან ბომჟები. ანუ არ არიან რა ბომჟები. და საკმარისი იყო, რომ რუსეთს და ჩინეთს მიეწოდებია მაგალითად თანამგზავრული ხედები ამერიკული ბაზების, რომ ყველა ამერიკული ბაზა, რომელიც რეგიონში იყო, ირანმა გაანადგურა. არ გაანადგურა და აზიანა. გაანადგურა ზედმეტია. მაინდა-მაინც ნუ დაუკარგავთ ახლა ამერიკელებსაც დაცვა შეუძლიათ, მაგრამ არ გაუნადგურებიათ. შევანახე. რომ დაარტყა უკვე პრესტიჟს ეხება რა. ბაზის ინფრასტრუქტურა არის აღარ გენენ ეგრევე ისე დიდი არაფერი. რა თქმა უნდა, ამერიკა, რომელსაც აქვს ტრილიონი დოლარი, მაგრამ აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. აქ ანუ ამერიკული ბაზების თავარი აზრი რა იყო? ამერიკული ბაზა გიცა ინვესტიციების კი ბატონო. და ეხლა აღმოჩნდა, რომ ამერიკული ბაზა პრობლემა არის. მაგრამ მე ხურე ერთი დეტალია რა, მოდი შეხედე ასე რა. ტრამპი რასაც აკეთებს, დარწმუნებული ხარ თვითონ იცის? მე არ. არა, იმიტომ რომ მოშევხედოთ რა. დილას ამბობს, ჩემი აზრით ტრამპის მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ ის მუდმივად უნდა იყოს ტელევიზორში. ამიტომაც ჩემი აზრით დილით ამბობს, რომ ირანთან მოილაპარაკა, საღამოს ამბობს იომებს, მეორთს რომის პაპი არის. თვითონ მე თუმცა ტრამპს ერთი მერკანტილური ხაზი ყოველთვის გასდევს. ეს შემიძლია ამოვირჩიოს, ტრამპი არის მერკანტილური ადამიანი და კარგია, ეგეთიც უნდა იყოს ბიზნესმენი. მე სხვა რამეს ვამბობ. აქ საუბრობ იდეოლოგიებზე, აი მიპასუხე მაგ კითხვაზე. აი რა მოძრავებს მასებს 21 საუკუნის აი ამ ხანაში პლანეტარულ მასებს, ადამიანებს. რა იდეოლოგიებია? არსებობს რამდენიმე პროექტი რა, ეხლა კლასიკური იდეოლოგიები რა თქმა უნდა აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს რამდენიმე პროექტი. მე ვხედავ შემდეგ ევროპაში არსებობს ალბათ ორი პროექტი. და ამ პროექტს ჩვენ ხედავთ კონკრეტულად ის რომ არის სკეპტიციზმი, ევროსკეპტიციზმი. მე მგონი ხო ევროსკეპტიციზმი. ესა ბევრი ამბობს რომ ვატიკანის ხარდაჭერილია. ევრო საუბარი არის ფიცოზე, საუბარი არის
მადიარზე, აქამდე ორბანზე, ანუ ის რაც აი ეს ეგრეთ წოდებული კონსერვატიული ანტიგლობალიზმი, რომელიც ქრისტიანულ კათოლიკურ საფუძვლებზე დგას. ანუ ეს არის აშკარად პოლონეზიც მაშინ. ვატიკანის ხარდაჭერილი პროექტი. არსებობს ლიბერალური ჯგუფი, რომლებიც კაია კალასები და მე მგონი ინგლისის მეფე უჭერს ხას მაგას. ხო, ეს ინგლისის მონარქი ითვლება ყოველ შემთხვევაში, ესეთ არ ვიცი ხა ეგ რამდენად სწორია რომ ლიბერალური არსებობს რა თქმა უნდა ამის გარდა ეს ეგრეთ წოდებული რაღაცა პოპულისტები ანუ მოკლედ არსებობენ მენეჯერთა კლასი, არსებობს ლიბერალთა კლასი და არსებობს იდეოლოგია რა არის? ყველას აქვს საკუთარი პროექტი. პროექტი არა. მართალია, პროექტი არ გეკითხები, იდეოლოგია. აი რა კარგი იყო ადრე მე-20 საუკუნეში. იყო იდეოლოგიათა ჯახი. ეხლა აღარ არის. ხო რა დარჩა რა? აი მასები რაღაცით ხო უნდა მართო, ხო? მოდი ესე ვთქვი, ვინ რას გვირდება? ლიბერალური კლუბი შენ გვირდება, რომ შენ გექნება ყველაფერი სოციალურად უზრუნველყოფილი რაღაც ელემენტები, თუ ევროკავშირის მასშტაბით ვამბობთ რა. მაგრამ შენ საბოლოოდ უნდა შეხვიდე ესეთი რაღაც ტრანსჰუმანისტურ ეპოქაში, შენ უნდა გქონდეს მრავალი იდენტობა, სექსუალური იდენტობა, სექსუალური თავისუფლებები. კიბერორგანიზმი უნდა იყოს. შემდეგ უკვე კიბერორგანიზმად უნდა გარდაიქმნე და შენ ამით თავისუფლებით ადამიანი არ ახარ. ტრადიციული ელემენტები. მათ შორის ინდისისგან. რას გვთავაზობს ვატიკანი? ვატიკანი გვთავაზობს რაღაცა ჩემი აზრით საბოლოო ჯამში ევროპის ისეთ გარდაქმნას, რაც საღვთო რომის იმპერიის ელემენტებს შეიცავს საბოლოო ჯამში, სადაც მრავალი ეს ეთნიკური ერი არსებობს. რუსეთი რას გვთავაზობს? რუსეთს ჩამოყალიბებული პროექტი არ აქვს. რუსეთი რეაგირებს, ხო? რეაქციულია. რუსეთი რეაგირებს, რუსეთს აქვს პოსტმოდერნი, აი ხო პოსტმოდერნიზმის ებრძვის რუსეთი, მაგრამ ყველაზე პოსტმოდერნული იდეოლოგიური ელემენტი აქვს მის სიმბოლიკაშიც და მის იდეოლოგიაშიც ეს ვლინდება, წინაზე ვისაუბრეთ ამაზე, ანუ ერთდროულად არის საბჭოთა ნოსტალგიაც, მეფის რუსეთის იმპერიალისტური ლენინის იგივე მავზოლეუმში, ლენინი, ნიკოლოზ მეორე და ყველა ეს არის ერთმანეთთან არეული და რაღაცა გავგებარ ცოტა რუსულ იდეასთან გვაქვს საქმე, რომელიც ჩინეთი გასაგებია. გასაგებია რომ რუსული იდეა შეიძლება იმუშაოს მაგალითად ბელარუსში, უკრაინაში, მაგრამ აი ყაზახეთში ჩვენთანაც არ მუშაობს. კავკასიაში რა შუაშია ეგ. ხო, კარგი. და ჩინეთი გასაგებია. ჩინეთი ხო ციფრული კონცლაგერია ასე ვთქვათ. თუმცა კაფეოთ ჩამოყალიბება ჩინური იდეოლოგიის ექსპანსიური არ არის მაინც, ხო? ჩვენ ვერ გძნობთ მაგ იდეოლოგიის ანუ გადაწყვეტილებები რა არის იდეოლოგია? იდეოლოგიის მერე ყალიბდება უკვე სხვა მნიშვნელოვანი კონსტიტუცია და სხვა დოკუმენტები, ცხოვრების წესი, ასა. რა, როგორ შეკითხვას ვავიცი? აი, წარმოვიდგინე, ვარ ჩვენ მე-15 საუკუნეში და კითხულობ რა იდეოლოგიის არიან ესენი. ხო. ანუ მე-15 საუკუნეში რა იყო რაღაცა სხვადასხვა რელიგიური წარმოდგენები, იყო ფეოდალური ტიპები, იყო მე-20 საუკუნე ყველაზე კარგი ჩემთვის, ხო? ჩაკეტილი ჩინეთი და ჩვენ ახლა თუ რამეს გავართ სწორედ მაგ ეპოქას მე-14 მე-16 თლად არა. აი შენ რა სიტყვი? მე იმას ვიტყვი შალვა, რომ დღეს ვარ ჩვენ პოსტიდეოლოგიურ ეპოქაში, ეს არის ეპოქა, სადაც ის უნივერსალიზმი, რაც მოდერნულმა ეპოქამ გადაიბარა წინა მოდერნული ეპოქისგან, ანუ შუა საუკუნეებისგან, ეს უნივერსალიზმი ქრება. რას ნიშნავს ეს, რომ მოდერნულ იდეოლოგიას მთავარი ნიშანი არის, რომ უნდა კონდეს ეს უნივერსალისტური მომენტი და დიდი ხედვა მომავლის. და დღეს არც ერთი არ არის. ყველა ესენი, აი რატო არის, რომ აი ყველას რაღაც აი თავისი საზღვრები დადგენილია, ხო? ანუ ერთი დიდი პლანეტარული მომავლის ხედვა არ არსებობს. და ეს პლანეტარული მომავლის ხედვა ვერ იარსებობს, იმიტომ რომ მოხდა ეს პარადიგმული გადასვლა. ანუ ეს რაზე იდგა, ხო? ლიბერალიზმის, მარქსიზმის და ნაციონალიზმის წინა, ანუ პრემოდერნული უნივერსალიზმი გადმოიბარეს, ოღონდ თქვენს რომ ეს მიწაზე დავაფუძნოთ, ხო? ან პლანეტარული კომუნიზმი, ან ლიბერალიზმი, მაგრამ ეს არ გამოვიდა. ისტორიას ხო დაასრულეს, არა? დაასრულეს, ხო და ეხა არის ნამსხვრევები რეალურად. ეს ნამსხვრევების ბრძოლაა სინამდვილეში. მაშინ ესე ვიტყვი, შევეცდები გავთავხედე და ესე ვიტყვი, რომ ის ქვეყანათა ჯგუფი, რომელიც კაფეო იდეოლოგიას გამოიმუშავებს, მე მგონი გამარჯვებული იქნება. მე საიდან გამომდივარ? ადამიანებს მოქმედებისთვის იდეოლოგია სჭირდებათ. ნუ ეს იდეოლოგია ისლამური იდეოლოგია, აი, უნივერსალიზმი. აი, ძალიან კარგი. ეგ არ არის იდეოლოგია. ნუ იდეოლოგია სხვა. მე მგონი
თუ რამე არის იდეოლოგია, ეს იყო ისლამური იდეოლოგია. თუ პირველი იდეოლოგია არსებობს, როგორც იდეოლოგია, არის სადაც პოლიტიკა და ის რელიგია. სწორია, იმიტომ რომ ისლამური სამყარო შეუძლია. ეხლა ვიტალური ძალა ისლამურ სამყაროს ისეთი აქვს, რომ ეგ მე მგონი მარტო ირანმა აჩვენა და სხვა არაბული ქვეყნების იდეოლოგიზებას პაკისტანი მაგალითად. ხომ არა, ირანის ფლატ ისლამის არა. თემა უფრო ნაკლებია. არა, უყურე ექსპანსიური ხო არის ეს ქვეყნები. მომავალი ისლამის სახალხო. ხო, არა, რეალურად ვიტალური ძალა მეტია. თუ ველბექს დაუჯერებთ ევროპის ისლამიზაცია, თაც რაღაცა მაგრამ ეგ იმიტომ აქვს რომ რელიგიური პლასტი აქვს ძლიერი და არა იმიტომ რომ მოდერნული პლასტი. აი მაგალითად, როცა დიდი ქვეყნები ხდებიან და რაზია საუბარი, ანუ იქ არის წმინდა მერკანტილური გარჩევა, რომ ჩემთვის ესე ჯობია და შენთვის ესე ჯობია, ანუ მომიდე ხემჭადი მოგიდეხავ ყველსა, თუ როგორც ადრე იყო ეს რაღაცები, რაც იდეოლოგიურად ირჩევა. შეხედე, ეს ისტორია ხო ძალიან გავს პირველი მსოფლიო ომის წინა ისტორია. აი ეგ მაინტერესებდა. ანუ მე თვითონ ვიცი რომ ანუ ხო მე მეორე მსოფლიო ომი კარგად ვიცოდი და ბოლო პერიოდში დამაინტერესა პირველ მსოფლიო ომის და რომ ვკითხულობდი ბოლო პერიოდში აღმოაჩინე რომ ძალიან გავს, იმიტომ რომ მაშინაც იერაღდებოდნენ და მაშინაც ამომდა რომ დავაი ერთმანეთს დაუწყოთ პატარა 6 თვიანი ომი მოვაწყოთ და ვინც მაგარი გაიმარჯვებს. პატარა 6 თვიანი ომი დასრულდა ძალიან დიდი საშიშ. ყველა დიდი სახელმწიფოს განადგურებით. არა, ეხლა არ იყო ესეთი მილიტარიზაცია, რაც პირველ მსოფლიო ომის დროს იყო. თავი გამოსხივებელი ეს რომ მაშინ ყველა მიცოდა რომ ეხლა ეს კონფლიქტები ისე სწრაფად ჩდება და ხრება რომ კაცეშვილმა არ იცის რა. და სხვათა შორის წინა კონფლიქტების სამოქალაქო პირები იღუპებოდნენ ბევრი და რუსეთ-უკრაინის ომში მაგალითად არ დაიღუპას ბევრი და ეს ძალიან კარგია. სამაგერად ახლა მოსავაშე სამოქალაქო პირები შალვა ანუ ისრაელი მგონი მარტო იმას სამოქალაქო მოსახლეობას ხოცავს იდეაში. არა, იქ გასხვებას არ აკეთებს. ხო, მაგრამ ნუ მარტო ისინი ხოცებიან დიდი. ხო, ეს საკითხები მე იმდომ მაინტერესებს, რომ რაღაცნაირად მინდა ჩემ მოკლე ჭკუით გავერკვე ძირეულ ფუნდამენტურ საკითხებში რატო არის დღეს ესეთი მსოფლიო? აღარ არის უნივერსალისტური და მაგიტომ სამყარო. ანუ ხო, არსებობს ისტორიაში უნივერსალიზმის პერიოდი, სადაც შენ დაიბადე, შენ ცხოვრობდი, გაიზარდე, შენ ეს მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა და ბუნებრივად მიგაჩნდა. ეხლა მოვიდა პერიოდი, დასრულდა ეგ უნივერსალიზმი, რომელიც 300 წლიანი იყო და მოვიდა ეხლა ლოკალიზმის პერიოდი. აი, ძალიან კარგი მაგალითი არის უკრაინა. ანუ გულისხმობ რა რომ დასავლეთს აქვს ძალიან ფანტასტიკური მექანიზმები, აი რაღაც სიტუაციის მართვის, იდეოლოგიის ჩამოყალიბების, ხალხის აი ვაფშე აი ყველაზე კარგი მაგალითია თუ როგორ შეიძლება შენ ერთი სახელმწიფო აომო ისე რომ არანაირი ლოგიკა არ არსებობდეს, ოღონდ ნახე პრობლემა რა არის, რომ მაგალითად სულ მაინტერესებს ხოლმე, ანუ იდეაში რა არის უკრაინის აზრი, ხო? უკრაინის აზრი იდეაში დადის იქამდე რომ ანტირუსული პროექტია, უბრალოდ უცხოელები აფინანსებენ ანტირუსულ პროექტს, რომელიც ანუ ლოგიკური არ არის, ხო? არა, მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთს დიდ ზიანს მიაყენებს სიკვდილის განწერული უკრაინა. შეხედე ხა მე მაგას რატო ამბობ, რომ ეხა ჩვენს გვინდა არ გვინდა პატარა ნაწილად ვიყავით განხილული მამ ანტირუსული პროექტის. ნუ ქართველები გამორჩეულები ვიყავით, რომ შეგვეძლო ჩვენს მიგვიღო მონაწილეობა მაგალითად რუსეთთან ომში. ხო და მე რატომ იცი შალვა, ჩემთვის მაგალითად გაუგებარია მე რატო უნდა ვიომო ფრანგების გამო. არა, ეგ რა თქმა უნდა. არა, იმიტომ რომ ანუ მე რაც გამომიცი რომ აი მაგალითად უკრაინელისთვის გასაგებია. მე მაგალითებისგან ცოტა ხანი თავი შევიკავდი, მე ისე უნივერსალიზმის შვილი გესაუბრებით. თუ უნივერსალიზმი გაუქმდა და არის რა აზრი აქვს ყველა დანარჩენს? სადამ არა, ნუ რაღაცა ეგ არის ოღონდ არა, აი როგორი სამყარო იჩითება, იცი რომ აი აზრს მოკლებული რატო შენ ლოკალურად აი რუს თავისი აზრია, ქართველს თავის პირიქით, ეგ უფრო აზრიანი არის. აზრის მოკლება რომ მოაკლდა უნივერსალიზმს. ანუ ახე და უცხოს დაფასება ხდება ნამდვილად. აი ძალიან მარტივადობითა ბერძნის საბრეზენსის მაგალითი მოგიყვან. როდესაც არსებობდა პოლიციური სისტემა, სადაც შენ 30000 კაცს იცნობდი პირადად რაღაცა ესე მოქალაქე იყავ. იქ სადრესით სავსე იყო შენი ცხოვრება. იცოდი რომ შენ მეგობრისთვის კვდებოდი, შენ იმით ვიძოდი რაღაც. როდესაც რომის იმპერია, უნივერსალური იმპერიები გაჩნდა,
იქ მოქალაქეებმა დაკარგა საკუთარი საზრისი. ჩვენ დასავლეთში ხედავდით, რომ ეს საზრისის კრიზისი არსებობდა დასავლეთში. ზოგადად უნივერსალისტურ იმპერიაში, უნივერსალურ მოზრდელებში მოქალაქეებს ეგემართებათ. ეხლა იმისგან რომ ეს კომფორტის მომტანი ძალიან დიდი კომფორტის მომტანია ყველგან აი მეოთხე საუკუნის რომის კი იმპერატორისთვის შეიძლება მეოთხე საუკუნის რომის კი იყო გაცილებით კომფორტული ვიდრე პირველ საუკუნის რომი ეგ ცხოვრების დონით და მთელი რიგი იმებით რა ქვია მაჩვენებლით მაგრამ თავი მომენტი არის ის რომ უნივერსალურ სივრცეში ადამიანები იკარგებიან იდეები იყლაპებიან და რაღაცა ის ხდება რა ქვია ნიველირება ხდება ახალი როდესაც მოდის მე როდესაც იშლება ახალი იდეები მაგ დროს ჩდება ეხლა ჩვენ ვიმყოფებით პერიოდში როდესაც დასავლელმა ადამიანმა პრინციპში ესე რო ავიღოთ ჩვენ თვითონ ამის პრინციპში ნაწილი ვართ და ჩვენთანაც შემოდიოდა ეს უაზრობა ეს უსაზრისობა რა დაიღალა მაგ უსაზრისობით და ეხლა მოქმედებს აი რაღაცა ტექნიკური ელემენტი არის ესეთი ანიმაცია ადამიანები ერთმანეთი გაანადგურეს და ნუ უპილოტო თვითფრინავი დაპროგრამებული ის აფეთქებს იმიტომ რომ ეგრე არის დაპროგრამებული ეს ლიბერალიზმის ეგეთი პროექტი იყო ეს აღარ იყო სოციალური პროექტი ეს იმიტომ აფინანსებდნენ აქ რაღაცა პროექტებს იმიტომ კი რომ შედეგიანი იყო არამედ იმიტომ რომ პროგრამაში ეწერა კი სოციალური რწმენა აღარ იყო ეს საზრისი აუცილებელია ჩემი აზრით იმიტომ რომ მე ანუ если Бога нет всё дозволено ანუ ნებისმიერ ადამიანს რაღაც გარკვეულ ასაკში ნებისმიერს ვერ ვიტყვი მაგრამ ძალაუფლებით მოსილს თუნდაც და ასე შემდეგ ემართება ეს საზრის ძეძებს რატომ გაატარა ეს წლები რატომ იღვაწა ან რატომ მოკლა ვიღაცა რატომ მისცა ბრძანება ათასობით ადამიანების დახოცვის და ეხლა საზრისი თუ არა აქვს რაღაცა გაფუჭდება რა ეს პოლიტიკა ხო თამაშია კი თამაში ხო აქვს რაღაც თავის საკუთარი წესი მაგრამ ყველა თამაში ფთავდება ერთნაირად რა საბოლოო ჯამში ყველა ბეზდება რაღაც თამაში და ახალი თამაში იწყება კი ბატონო ჩვენ ახლა ვიმყოფებით პერიოდში როდესაც ეს თამაში რაღაც ესე იგი აი მობეზრების პერიოდამდე არის მისული რა იმიტომ რომ არსებული რაღაც თამაშის წესები შეუძლებელია უკვე გაგრძელდეს დიდი ხანი აი მაგალითად საზრისი კრიზისი ამერიკაში ვერ ჩავთავთ ამერიკას აქვს ცდელობა იყო კონსერვატიზმი იყო ერთადერთი რამაც შეიძლება ამ ყველაფერს დედაუტიროს ეს მითოლოგიური ამბავია, მაგრამ შეიძლება მოხდეს ხელოვნური ინტელექტის ამბავია, რომელიც რომელიც აი მაქსაკეთშიც არ ვიცით რას იზავს. იმიტომ რომ მაქსაკეთშიც არ ვიცით რას იზავს. არსებობენ. რა ბედს მიარგუნებს. აი ხლა ძალიან ისეთი მომენტია. ადამიანებს ეგ არ ვიცით. საქართველოს აი ქართველმა ადამიანის პოზიციიდან შევხედოთ რა ამ გლობალურ მოვლენებს. აი ირგვლივ ამხელა დიდი სახელმწიფოები არიან, ხო? ანუ შემოთავაზება რეალური იდეოლოგიურ სფეროში გეოპოლიტიკური გასაგებია რაღაცა ეკონომიკური არ არის არანაირი შემოთავაზება ანუ რა ერჩიოს ან რატომ უნდა ერჩიოს რომელიმე მათგანი ქართველებს ყოველს ხონდა იდეოლოგია ჩვენ ვიყავით მოკეიფე ხალხი ოღონდ მე ამას ირონიულად არ ვამბობ ჩვენ ვართ და უკვე ხანში შესული ერი რომელმაც ყველაფერი ნახა ყველაფერი და იპოვა თავისი დრიტა ეს არის ქართული სუფრა მაგალითად, რომელიც აი როგორ გითხრა რა, შეიძლება ჩვენ მეც ვისწავლი შენ ლაპარაკს იმაში ვარ, ყარყარაში და მეც გამო. შეიძლება ჩვენ ფიხტესავით და შელინგივით, შელინგივით არ ვსაუბრობ და ვერ ვაყალიბდებ იდეოლოგიას, მაგრამ მიდი ხარ ნებისმიერ სუფრაზე და ხედავ ეს ხალხი რითიც და სოციალს იყო ესეთი ძალიან მაგარი დოჩანაშვილის პიესის მიხედვით ხორუმი ქართული ცეკვა არის დანახი აქ თუ არა აუცილებლად ნახეთ რა და სადაც უცხოელი ჩამოდის კამერის მიღმა არის ტელესპექტაკლია კამერის მიღმა და უყურებს ქართველებს და უნდა გაიგოს ქართველები სმუღამი რა ვინ არიან ქართველები და ბევრი რამე არის და აი სპექტაკლი ნახეთ აუცილებლად და აი ჩვენ უთქმელი მაგრამ რო შეიძლება გამოხატო ხელოვნების დიმუშით ისეთი საზრისი გვაქვს მაქრი მე მაქრი აქ ჩვენი ხო ეგ ჩვენი მაგის კონი და ეგ ჩვენი ძალა ესეთ მდგომარეობაში როცა დიდი უნივერსალისტური იდეოლოგიები კვდება ჩვენ არსენალში რეზერვში გვაქვს ადაპტაციის მექანიზმი რაღაცა პატარა იდეოლოგია ამ ლოკალიზმის მაგაზე ჩვენ არ ვფიქრობთ ეს არის აქ არის ორი მომენტი მაშინ რა არის მე-17 საუკუნის საქართველო სადაც რა ვიცი აი შარდენმა და სხვებმა რო აღწერეს რა ეგ იყო кейფი იყო და არაფერი დიდი მნიშვნელობა ხო გადავშით
ხო, მაგრამ არსებობს სხვა საუკუნეების საქართველოს, სადაც ამის გარდა მაგაზე იყო კიდე დაშენებული სხვა კულტურებიც რა. მე იმით თქვა მინდა რომ მე არ მინდა რომ მეჩვენე საუკუნის მაგალითი იყო ჩვენი ისტორიის მაგალითი. მე მინდა რომ იყოს, რავი, რატომ არ შეიძლება თუნდაც მე-18 საუკუნეში ვახტანგ მექსვის პერიოდის საქართველოს რატომ არ შეიძლება რომელსაც სულხან საბადან დაწყებული ყველაფერი მაგ დროს რაღაცა მე-19 საუკუნეში. თუნდაც მე-18 საუკუნის მეორე ნახევარი რატომ არ შეიძლება? ამან ვიღაცა გვინდა ვინც ფულს გვაძლევს. დიდი სივრცე. აიგე? ჩვენ გვინდა დიდი სივრცე. ჩვენ გვინდა რომ მოგცემ ფულით რომ ვარცებობთ. აი გვეკუთვნის, იმიტომ რომ ქართველები ვართ. ჩვენ ძალიან კარგი იდეოლოგია ეგეც. ხერხი ევროკავშირი არ მოგცემს ფულს აი აქ. ჩვენ არ გვაქვს დიდი სივრცე და ესაა ჩვენი პრობლემა. არა, მე მგეიბს ასეთ თვალით არ შეხედავდი და სუფრებს, იმიტომ რომ რაღაცამ გადაგარჩინა, ეგ ლოკალურად, მაგრამ როცა მაგალითად სასონხეთი როდის იშვა ეს სასონხეთი თანამედროვე ეს 1918 თანამედროვე ხო? ხო, თანამედროვე. ანუ გადმოსახლებული 1918 წელს რა. ხო. და ასე შემდეგ, ხო? ანუ ძალიან აქ ცხოვრობს სომხებს. ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს დამპრობლებმა და ეგ სხვა სიტუაცია იყო 15 წელს ჯერ გენოციდის ამბები და ეს ამბები და მე ეს მთელი ისინი მოაწყდა, ტოლულობა მოაწყდა კავკასიაში. აი, ხო, კი ბატონო. აი ეს ხშველის ჩვენ. ძალიან კარგია ქართული სუფრა, დროსტარება, დარდიმანდობა, თვარ არ არის ჩამოსაწერი. მე შეიძლება ეხლა ისაქვნა, კრეხელობად თქვა და ლუარსაბთან თქარიძე არ არის პერსონაჟი. აი თქვა წარმოიდგინე. ლუარსაბთან თქარიძე. წარმოიდგინე, მეგობრებო, რანწი ეხარ, შემოსავალი გაქვს, კანონიერი და ყოველდღე ფიქრობ რა აბა მოდი გუზე ხელი დაიდე და რომელი ქართველი ტყვის მაგაზე უარს. ბევრი არა. ხო, მაგრამ მოდი ესეც გავიაზროთ, რომ ლუარსაბ თათქარიძე იყო მე-19 საუკუნე, როდესაც უკვე საგარეო მტერი აღარ ახავს, ეს ერთი, შეგიძლია. დაცულია, ხო. დაცულია. შენ არ ახარ ახლა დაცული, ვერ იქნები. ეხლა არ ახარ. ვერ იქნები ლუარსაბ თათქარიძე, ეს ერთი მომენტი. მეორე, ლუარსაბ თათქარიძე საბოლოოდ მაინც მიგიყვას ბოლშევიკებამდე, იმიტომ რომ ის რასაც ეს ვის ხარჯზეც არის ყოველთვის გამოიწვევს იმ ევროგაბრაზებულ ტიპებს, რომელიც მერე ხის დაღრუიან რა. თუ იმე ფულს არ გაძლევს, აქ ჩუქნის. როგორც ეს გაბრაზებული ტიპების დაფუძნებული. რავი. ეხლა პროსა მექანიზმები არის, რომ ეხლა შეიძლება მაგალითად ეს ფული მისცე ცოტა ხალხს და მე ცოტა ხალხს საკმარისი ეხლა როგორც არა. ცოტა ხალხი არ ვარ, არა. არა, მე რა ფულს ხო, ვიცი, აი, შეხედე რა. და ბევრი ფული. არა, როგორ მოდი თქვა ხა ევროკავშირის მაგალითად საქართველოში იდეაში ბენეფიტები მოაქვს ძალიან ცოტა ხალხისთვის რა. რა თქმა უნდა. ანუ ეს მართლა ანუ მე იმდროინდები ვიძახი რა არის რაღაცა ჯგუფი, რამოდენიმე 1000 კაცი, რომელიც ძალიან კარგად ცხოვრობს ევროკავშირის. დღესაც კი. ფანტასტიკურად. მე უფრო კარგად. ფანტასტიკურად მე ერთხელ მახსოვს რა სტუდენტი ვიყავი და ჩამოსული იყო ლიტვის თუ ლატვიის თუ რომელიღაცა მაგათგანის ყოფილი მინისტრი იყო ფინანსთა რა ისეთი ასაკიანი კაცი იყო რაც თესევში იყო შეხვდა და ერთი შეკითხვა დაუსვი მეორე შეკითხვა დაუსვი მესამე შეკითხვა დაუსვი და მე ვეკითხები რომ მეთქი ევროკავშირი მეთქი რისთვის არის მეთქი კაიო ეს ძალიან ეჭვის თვალით გიყურე ხო უკვე ასაკიანი კაცი იყო ძალიან მოხუცი კაცი იყო და აი შეხედეო ევროკავშირიო კარგიო არისო ჩემთვისო რომ მე მოქმედიო თუ ყოფილი ევროპარლამენტარი ვარ და თუ საქართველოს გახდებიო შენთვისო იმიტომ რომ შენაირი გიჟებიც ევროპარლამენტში იქნებიან და ევროკავშირს გააკრიტიკებთო სხვებისთვისო კაიო რა ხო და ანუ იდეაში არის ეგ ვარიანტი ოღონდ საქართველოს შემთხვევაში ცუდი ის არის რომ მაგითაც ავჭირდებით აი რატო ლაპარაკობ საზრისზე მე-19 სადაც მე გავიზარდე ყველა ქვეყანა დიდი პატარა ყველა ქვეყანა პატრიოტული ლირიკის გაღვიძებას ცდილობდა თავის ხალხში შეიძლება სატყუ არა იყო ეს შეიძლება ხელმოსაჭიდებელი და ეხლა რასაც მე უყურებ აი დაუშვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყეს ამ დევნილების კი არა და მიგრანტების დევნა ანუ ადამიანები ვიდნენ ხო ნახევარიერი არ არის ანუ მე შეგეთქვი ხა ჩვენ რუსეთში დაიწყეს SSSR-ო რავი ძალიან ცუდად აქვს საქმე იდეოლოგიურად რა კაკრას
ხო, იმიტომ რომ მოლოდინი გააჩინეს რომ იმენა всех ხო, ბანიუმდა არა ვერაფერს ვერ აკეთებ. ანუ მე სომცი. ესე როგორ ცხოვრობენ, ხალხი როგორ ცხოვრობს. ჩვენთან ბოდიში სანამ ეთქვი, ჩვენთან ახლა რაც მოხდა, აი საზრისის სიბრტყეზე რო შევხედოთ. ჩვენთან ძალიან კარგად. ევროკავშირმა როგორც საზრისმა ჩვენთან დაკარგა თავისი ჩვენი საზრისი არც ევროკავშირი ყოფილა არასოდეს და არც კომუნისტური პარტია. ჩვენ იყო ვიღაცა იყო ხალხის არ იყო. ეს იყო დროებით შეიძლება არ იცოდნენ რა არის ევროკავშირი. ნახე მე ვარ 40 წლის. მე მახსოვს როცა ვიყავი 10 წლის. არა, შეხედე, მე რო ვიყავ 10 წლის, მახსოვს რომ ძირითადად ტელევიზორში იყო ლაპარაკი რომ აი ეს ნავთობსადენი აშენდება. აუყოვდა. ეს არის თავსმოხული, უბრალოდ. არა, მახსოვს, არა, მე საერთოდ უბრალოდ ხალხი. თელი ჩემი ბავშვობა გავატარე მაგაში. მერე უკვე 2003 წლიდან იყო რაღაცა. ჩვენია ჩვენ ფსევდო რაღაცა საზრისების გამოგონება. ქართული ხალხის საზრისი ევროკავშირში ყოფნა არ იცოდნენ ევროპა, კაია ევროპა კი ამერიკა უფრო იყო მაშინ ესე გეტყვი, ამერიკული ცხოვრების წესი და მე რუსეთში რატო არის საზრისის კრიზისი? იმიტომ რუსის ჩვეულებრივ მუჟიკს სისხლი აქვს რომ რაღაცას არ შეჭამს, შეცივდება, მაგრამ დიდი დუბინკა აქ და ყველას დედას უტირებს. არ გამოვიდა, ვერ უტირა დედა რა. შავა, რუსეთის ელიტის ნახევარი ისევ ლიბერალური რო ესეც არ და ეგეც ვერ გაანადგურა. დასავლეთს აქვს ძალიან კარგი მექანიზმები იდეის გარეშე. მაგის ხმამდა რომ არა, დასავლეთსაც ჰქონდა იდეა. ხო, მაგრამ უყურე, ეხლა დასავლეთს აქვს მექანიზმები და აღარ აქვს იდეა. არა, მე გულისხმობ იმას, რომ აი მაგალითად საქართველოში რო აიღო რა, საქართველოში, ანუ ძალიან მარტივ რამეს ვამბობ რა, რომ დღეს არის 8 მაისი, ხვალ არის 9 მაისი, თუმცა გადაცემა გავა. რადიო თავისუფლება. ხვალ თუ არ დაწერს, აი ხლა ნახეთ სტატიას, რომელიც იქნება, რომ აი ოსვენციმის ბოლო დამცველები, რომელიც ხეცურად მოკლეს რუსებმა ან რაღაცა მსგავსი, აი მე ვიყო უნამუსო და აი როგორ გადაარჩინა ამერიკამ მთელი ევროპა, როგორ გააუპატიურეს ჩვენმა ბაბუებმა ეს გერმანელები, მე ასომშავ მილიონობით გერმანელები. ანუ ეს არის ის მექანიზმი, რომლითაც ხდება მაგალითად საქართველოში იდეოლოგიის კვლავ წარმოება. აი ძალიან მარტივ მაგალითს ამბობ, რომ აი ნაცების დანაშაულებს რატო ახსენებთო და იმ დღეს ნახულობდი რომ 205 წლის წინ აი როგორ რაღაცა აი ხლა ხო საეკლესიო თემები იყო რუსეთმა რაღაცა გააუქმო მაგაზე იყო სტატია 205 თუ 210 წელი. კაცო, ერეკლე მეორეზე კამპანია რა იყო აბა და დარეჯანიო ის არის მეუღლე ბოზიაო კაცო მერტო აპატია. ხო, ეგ რაღა იყო? ეგ ხო ლიბერალებს არა, არაფერი არ არის. ატო დარეჯანზე არ იყო, ერეკლეზე იყო თავარი და. ხო, რა თქმა უნდა. კარგით მეგობრებო. ჩვენ საინტერესო საკითხს შევეხეთ, საზრის და არასაზრის და საინტერესო დიალოგია, იმიტომ რომ მიმდინარე ამბებში ისეთი რაღაცები ხდება, რომ კომენტირებას ვერ ასწრებ. რთულია რა. საზრისის ძიებისკენ გიბიძგებს. მიმდინარე ამბები რა ხავს, რომ უყურებ რომელიც სოფლიოს ტრიალებს, ხო? აი რაღაცა ეს ადამიანური ინსტინქტია. ჩვენ შემდეგ მომავალ შაბათს შევხვდებით.